26 მაისი ისტორიული დღესასწაულია. სწორედ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს ეროვნული დღესასწაული ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. ამ წელს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დემოკრატიული სისტემა შეიქმნა. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება. ეს ის ფასეულობებია, რომელზედაც იგება ცივილიზებული საზოგადოება. ამ მოსაზრებას უკეთ გამოხატავს იმ დროის დიდი მოაზროვნეებისა და ლიდერების სიტყვები. თავისუფლება არ არის საჩუქარი. იგი ღვაწლით მოიპოვება და ცოდნით მტკიცდება. სიცოცხლე უმნიშვნელოა, თუ იგი არ ემსახურება ერის განვითარებასა და თავისუფლებას. უკეთურია ის არის, რომელიც თავისუფლებას არ ეძიებს. სჯობს მონობაში სიკვდილი, ვიდრე უღირს ცხოვრებაში სიცოცხლე. ვისაც უყვარს სამშობლო, იმას უყვარს თავისუფლებაც. ხელისუფლება ხალხის ხელში უნდა იყოს, თორე ერი დამონდება. დემოკრატია არის წყარო, საიდანაც ერი ივსებს თავისუფლების წყურვილს. განათლება ის ძალაა, რომელიც წინა ხაზზე აყენებს თავისუფლებას. ქალი ვერ იქნება თავისუფალი, თუ ერი მონობაშია. დემოკრატია არ არის მხოლოდ უფლება, იგი პასუხისგებლობაა ერის წინაშე. თავისუფლება სულის დიდებაა და კაცობის საფუძველი. თავისუფლება არ არის მხოლოდ ისტორია. ის არჩევანია. პასუხისგებლობა ყოველდღიური ბრძოლაა. დიდება თავისუფლებას. დიდება საქართველოს.